ბოლნისის ტაძრის საამშენებლო წარწერა. წარწერა ძლიერ დაზიანებულია, მაგრამ მისი ამოკითხვა მაინც შესაძლებელია. ეს ბოლნისის საამშენებლო წარწერა დაათარიღა აკაკი შანიძემ. რა კი წელთაღრიცხვა არ არსებობდა, შანიძემ ბოლნისის წარწერაში, საამშენებლო წარწერაში ივარაუდა სპარსეთის მეფე პეროზი, სპარსეთის მეფე კავატი და ქართველი დავით მთავარ ეპისკოპოსი, ბოლნელი. ამის გამო ეს ბოლნისის ტაძრის წარწერა აკაკი შანიძემ დაათარიღა მე-6 საუკუნეთა მიჯნით. სინამდვილეში კი ეს დათარიღება საჭირო არ იყო. სინამდვილეში ბოლნისის ტაძრის ამოკითხვა შესაძლებელია და ამოვიკითხეთ კიდეც ორმა პიროვნებამ, მე და ჭედლიშვილმა, ბაადურ ჭედლიშვილმა, რაც გარდაცვლილმა. ბოლნისის ტაძრის წარწერა ასე იკითხება, უფალო შეწევნითა წმიდისა სამებისაითა, უფალთ უფლისა, პეროს, მეფეთა თვისისა, ნახპეტობასა, ხიწყო წმიდისა მის ეკლესიაისაი და 15 წლისა ჟამეულსა აღეშენა. ჯვარსა ქრისტესსა, ვინ აქაშინა თაყვანი ხცეს, ღმერთმან შეიწყალენ და ვინ ამისა ეკლესიაისა მშრომელსა, ბოლნელსა, ეპისკოპოსსა, ხულოცოს, იგიცა ღმერთმან შეიწყალენ. ამენ. ესე იგი, ტექსტი ამოკითხულია, არავით არის სპარსეთის მეფე პეროზი, არავით არის სპარსეთის მეფე კავატი, არავით არის დავით ბოლნელი მთავარ ეპისკოპოსი, ამ წარწერაში ნახსენები არ არის. ესე იგი, აკაკი შანიძის წაკითხვა ეს სუფთა წყლის ფანტაზიის ნაყოფია და სინამდვილეს, ესე იგი, არ ასახავს. რაც მთავარია, ეს წარწერა არა მე-5-6 საუკუნის მიჯნის წარწერა, არამედ წარწერა თარიღიანია და ირკვევა, რომ ტაძრის მშენებლობა დაწყებულა 342 წელს, ანუ მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში და დამთავრებულა 15 წლის განმავლობაში 357 წელს. ესე იგი, რა ირკვევა, რომ მე-4 საუკუნის წარწერა და მე-4 საუკუნეში არსებობდა უკვე ქართული ქრისტიანული წელთაღრიცხვა. ესე იგი, ის კორნელი კეკელიძის ვარაუდი, რომ მე-9 საუკუნემდე ჩვენ ქართველებს წელთაღრიცხვა არ გქონდა, ამ წარწერამ უარყო. გამოირკვა, რომ 357 წლებში არსებობდა ქრისტიანული ქართული წელთაღრიცხვა და ეს ძალიან კარგად არის მითითებული ამ წარწერაში. მეორე უბედურება, რაც ამ ბოლნისის წარწერამ უარყო, საქმე ის არის, რომ იგივე კორნელი კეკელიძის, აკაკი შანიძის ვარაუდით ქართველებს ჩვენ მე-5 საუკუნემდე დამწერლობა არ გქონდა. ამ თეორიამ გაიმარჯვა იმის გამო, რომ
კორნელი კეკელიძის ეს თეორია თითქოს ქართული ამბანი შექმნილია სომეხი მესროპ მაშტოცის დახმარებით ამ თვალსაზრისმა ისე მოიკიდა ხელი რომ დაუჭირა ამ თვალსაზრის მხარი აკაკი შანიძემ და შემდეგ თამას გამყრელიძემ. ამდენად ჩვენ თითქოს არ აგვაქვს დამწერლობა მეხუთე ახალი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნემდე. ისევ ბოლნისის ტაძრის თარიღიანმა წარწერამ მეოთხე საუკუნის წარწერამ ცხადყო რომ დამწერლობაც გქონია და ქართული ქრისტიანული წელთაღრიცხვაც გქონია.